დღეს ჩვენ როგორც ყოველთვის რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი და საინტერესო თემები გვაქვს და დღეს პირველ თემას ვისაუბრებთ აღმოჩენაზე, კეთი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნად ცვლიდეს კაცობრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურის, პურის ხორბლის ისტორიას. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ სამხრეთ კავკასია და განსაკუთრებით ჩვენი ტერიტორია, საქართველოს ტერიტორია შესაძლებელია იყოს პურის ხორბლის ერთ-ერთი უძველესი კერა. დღეს ჩვენი სტუმარია ქალბატონი ნანა რუსიშვილი, ბიოლოგიური მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, რომელიც 5 წელზე მეტია მიუძღვნა შრომა უძველესი მცენარეული კულტურების კვლევას. მოგესალმებით ქალბატონო ნანა. დღემშვიდობისა ქალბატონო ნანა, მადლობა პირველის ყოვლისა სტუდიაში მობრძანებისთვის და რა თქმა უნდა გილოცავთ თქვენ და მთელ თქვენს გუნდს ამ კიდევ ერთი ესეთი აღმოჩენა. მოკლედ აღმოჩენების ქვეყანაში ვართ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა ქვეყანა სამაყოთ ქართველებს. ქალბატონო ნანა, ემოციებზე შეგეკითხებით, რა ემოციით შეხვდით, როდესაც თქვენც და თქვენი გუნდის წევრები იღებთ ინფორმაციას, რომ ასეთ რეიტინგულ ჟურნალში ეს ამერიკის ის არის, ხომ თუ არ ვცდები, ამერიკაში გამოდის ამერიკის მეცნიერებათა აკადემია. ჟურნალია. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიხარულით და ყველა ძალიან გახარებული ვართ, მთელი გუნდი. მით უმეტეს რომ ამ კვლევებს 50 წელი, ასე ვთქვათ, მოანდომეთ და ეს საკმაოდ დიდი დროა, ფაქტიურად ნახევარი საუკუნე. დიახ, ნელ-ნელა ბოლო შტრიხები, ახლა ამ ბოლო წლებში შეივსო, ბოლო აღმოჩენებით ინტენსიური გათხრების შედეგად გადაჭრილ გორაზე, შულავერის გორაზე დაგროვდა გარკვეული მასალა, რამაც გარკვეული დასკვნების შესაძლებლობა მოგვცა გაკეთების და აი საბოლოოდ დაგვირგვინდა ეს ჩვენი კვლევა. და კვლევა, ეხლა მოვიკითხავ, ისეთი სახელია უნდა სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ხორბალი ტრიტიკუმ ესტივიუმ, ხო? ესტივუმ. დაახლოებით 8000 წლის წინ წარმოიშვა. და ეს არის აღმოჩენილი ჩვენი შულავერის გორებზე ასია დამტკიცებული, ხო? ამის საშუალებას რა იძლევა, როგორი დაკვირვებები იძლევა? მოგეხსენებათ, რომ ხორბალი არ იყო ასეთი სახით, როგორიც დღეს არის და ტრიტიკუმ ესტივუმ არის ხორბლის ერთ-ერთი სახეობა, დანარჩენი 19 სხვა სახეობიდან. ეს ყველაზე სრულყოფილია და ყველაზე მეტად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ეს არის ხორბლის სახეობა, რომელიც წარმოიშვა დაახლოებით 8000 წლის წინ და რომელსაც დღემდე იყენებს მთელი მოსახლეობის უმრავლესობა. მათ შორის ჩვენი ქვეყანაც. მათ შორის ჩვენი ქვეყანაც. ვინაიდან ეს არის უფრო მეტმოსავლიანი, უფრო მაღალხარისხიანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა ენდემური ხორბლებიც. ჩვენ გვაქვს სულ თუ არ ვცდები 8 ენდემი, ხო, საქართველოში? 5 ენდემი გვაქვს სულ, 5 ენდემი გვაქვს, ეს არის ჩელტაზანდური, დიკა, პალეოკოლხიკუმი და ტრიტიკუმ ჟუკოვსკია ესეთი. აი რითი არის ქართული ენდემი გამორჩეული და განსაკუთრებული? ის გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვიდრე გავრცელებული ხორბლის ჯიშები, ხო ასეა? რა თქმა უნდა, თანამედროვე ხორბლები გათვლილია მაღალ მოსავალზე და ხარისხი ზოგ შემთხვევაში იკარგება ამ შემთხვევაში და აი ეს ჩვენი ხორბლები უფრო ამ მხრივ სასარგებლოა და უფრო, მაგრამ არა რენტაბელური სამწუხაროდ. ქალბატონო ნანა, წლების განმავლობაში თქვენ მუშაობდით ველურ ხორბალზეც და არაერთი კვლევა გაქვთ დადებული, აი ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. თქვენ ეგილოფსი გაქვთ ხედველობაში. ეს ეგილოფსები დაკავშირებულია საერთოდ ხორბლებთან. აი ხორბლების ის საბოლოო სახე რბილ ხორბალი, რასაც ქვია, მივიღეთ 2 ეგილოფსის მონაწილეობით. პირველად იყო პრიმიტული ერთმარცვალა, რომელიც იყო ჯერ ველური, მერე გახდა კულტურული ერთმარცვალა. ქრომოსომული კომპლექტი ამათ აქვთ 14 ქრომოსომა, არის კილიან მარცვლიანი. მოხდა შეჯვარება ერთ-ერთ ეგილოფსთან, ეს არის ეგილოფს პელტოიდე და წარმოიშვა ტეტრაპლოიდური სახეობები. მაგრამ ამით არ მთავრდება ხორბლის ევოლუცია. შემდგომ ეტაპზე ეს ტეტრაპლოიდური ხორბლები შეეჯვარა კიდევ სხვა ეგილოფს. ეს არის უკვე ჩვენი ცნობილი ეგილოფს ტაუში და უკვე მივიღეთ რბილი ხორბალი. და ზუსტად აი ამ პროცესის მოწმევართ ჩვენ 8000 წლის წინანდელი პროცესის მოწმევართ ჩვენ ორ არქეოლოგიურ ძეგლზე. ეს არის
შულავერის გორა და გადაჭრილი გორა. ორივე ძეგლზე რბილ ხორბალთან ერთად ნიმუშებში დაფიქსირდა ველური მარცვლოვანი აი ეს ეგილობს ტაუში. და ჩვენ რის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუსტად საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა ამის სპონტანური ჰიბრიდიზაცია. რას ნიშნავს სპონტანური ჰიბრიდიზაცია? ეს მოხდა ბუნებრივად, მაგრამ ჩვენი ამ ადამიანის ჩარევის გარეშე. ადამიანის ჩარევის გარეშე, მაგრამ ადამიანის როლი რაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა შენიშნა, ესე იგი დაგროვდა კრიტიკული რაოდენობა, როდესაც ადამიანისთვის ეს შესამჩნევი გახდა, გამოყო სხვა მცენარეებიდან, შეინახა მომავალში დასათესად და ასე ნელ-ნელა გამრავლდა. ჩვენ რომ ეს შევისწავლეთ უკვე სხვადასხვა ფენებიდან მოპოვებული არქეობოტანიკური მასალა, რბილ ხორბალი უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობით არის და ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი არ იყო საწყისი, ეს მოხდა რამოდენიმე ათეული წლის წინ დაახლოებით მინიმუმ, შეიძლება კიდევ უფრო ადრე. და რის საფუძველზე ხდება კვლევა? იანაბეჭდებს როგორ ეძებთ, როგორ პოულობთ, რა მასალაში? კვლევა ხდება როგორც ანაბეჭდების საფუძველზე, ასევე უშუალოდ კარბონიზებული, უკვე განამარხებული მასალის შესწავლის საფუძველზე ვიყენებთ მიკროსკოპს და მორფოლოგიურ ნიშანთა კომპლექსის მიხედვით ხდება ამა თუ იმ სახეობის იდენტიფიკაცია. რბილი ხორბლის გარკვევა მარტივი არ არის, იმიტომ რომ ხორბლის სხვა სახეობებსაც გავს, კონკრეტულად მაგარ ხორბალს. საჭიროა სხვა ნარჩენები, თავთავის სხვა ნარჩენების აღმოჩენა, რომ თქვა ზუსტად რომ ეს იყო რბილი ხორბალი. ასევე იმ ველური ბალახი, რომელიც მას შეეჯვარა, რომ აქ კიდევ თავთავის ნარჩენები მარცვალთან ერთად, კარბონიზებულ მარცვალთან ერთად შეხვდა თავთავის ნარჩენებიც და აი ამ ერთობლიობით ჩვენ შევძელით იდენტიფიკაცია მოგვეხდინა და დაგვემტკიცებინა, რომ ეს იყო რბილი ხორბალი და ეს იყო ეგილობს ტაუში. ქალბატონო, პარალელურად ეს ადგილები ღვინის ასე ვთქვათ, უძველეს კერადაც მიიჩნევა, ხო და როგორ მოხდა ისე, რომ რა ბუნებრივმა სოციალურმა პირობებმა განაპირობა, რომ სწორედ ღვინის და ხორბლის ასეთი განვითარება მოხდა აი ჩვენ ადგილებში? რამ განაპირობა? როგორც მოგეხსენებათ, აქ აღმოჩენილია უძველესი ღვინის კვალი, ზუსტად შულავერშენების კულტურის ძეგლებს მიეკუთვნება ის ძეგლები, რაც ჩვენ შევისწავლეთ და აღმოჩენილია უძველესი ღვინო საქართველოს ტერიტორიაზე. სავარაუდოდ ეს იყო განვითარებული მიწათმოქმედება, სადაც მოყავდათ როგორც ხორბალი, ისე აყენებდნენ ღვინოს და არსებობდა კიდევ სხვა კულტურები, პარკოსნები და ასე შემდეგ. საკმაოდ განვითარებული უძველესი აგრიკულტურა არსებობდა ამ პერიოდში. აი ჩვენ როგორც ვიცით, ლობიო არ არის ქართული ენდემი, ის არის შემოტანილი, სიმინდიც არ არის ქართული, ამერიკიდან არის ლობიო, სიმინდი მე მგონი მექსიკიდან არის შემოტანილი. აი ის პროდუქტი, რომელსაც ჩვენი წინაპრები მიირთმევდნენ, ეს იყო პარკოსნები. პარკოსნები, დიახ, და ძირითადად ხდება ოსპი, ბარდა, უგრეხელი. რომელიც დღეს ასეთი პოპულარულია, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ოსპი საერთოდ მაგრამ აღმოჩენებში კვლევებით დასტურდება, რომ ოსპი პარალელურად ამ მარცვლოვნებისა დიდი რაოდენობით ხდება ოსპი, ბარდა, უგრეხელი, რომ იმ დროის მოსახლეობა ამ პარკოსან მცენარეებს აქტიურად მოეხმარდა, ვინაიდან ბუნებრივია მცენარეული ცილის შევსება ძირითადად ამ მცენარეებით ხდებოდა. აჰა, ეხლა კიდე რა მაინტერესებს, უცხოელი მკვლევარებიც იყვნენ, ხო, ჩართული ამ კვლევაში და რომ მათაც რომ მოგვიყვეთ შეიძლება კანადელი სპეციალისტები და როგორ არ ოცნებოდნენ მიკვირს რომ ესეთი იჯერათ რომ არ ჯერათ თქვენ მანამდე საუბარში თქვით რომ შესაძლებელია ჩვენ ქვეყანაში არა იმათ ჯერათ ვინც მონაწილეობდნენ ნამდვილად კი ბატონო კანადელები და კანადური არქეოლოგთა ჯგუფი იყო რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ გათხრებში და დათარიღება მარცვლის ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს არქეოლოგიური ფენები ძალიან კარგად ჰქონდა დათარიღებული, მეტი დამაჯერებლობისთვის დავათარიღეთ აგრეთვე აღმოჩენილი მარცვლები მორფოლოგიური ნიშნებით, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ რბილ ხორბალს. და ეს დათარიღება მოხდა ვეისმანის ლაბორატორიაში,
რადიოკარბონულ ლაბორატორიაში ელიზაბეტა ბუარეტოს მიერ და ზუსტად მივიღეთ ძველი წელთაღრიცხვის მე-6000 წლეული, რამაც ძალიან გაგვახარა ასევე. რა რეაქციები აქვთ უცხოელებს, როდესაც აი ამ კვლევებს აჩვენებთ, რომელზეც წლებია მუშაობთ? იცით, აი ახლა ახალი და რა შთაბეჭდილება რჩება ჩვენს ქვეყანაზე საბოლოო ჯამში? ახალი ამბავია და უკვე დაიწყო მოლოცვები, გვილოცავენ, ძალიან აინტერესებთ გადაგზავნა სტატიის და უხარიათ, რა თქმა უნდა, კოლეგებს. და ალბათ ნაკლები ისეთი მეტი დამაჯერებლობა ჭირდებათ კიდევ და უნდა გაგრძელდეს კვლევები. რა არის ამისთვის საჭირო? კვლევების გაგრძელება. აი ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი მაშინ, როდესაც გათხრები გახდა ინტენსიური. და ეროვნულ მუზეუმთან ერთად ჩვენთან თანამშრომლობდა ღვინის ეროვნული სააგენტო. და მათი დაფინანსებით განხორციელდა ზუსტად რადიოკარბონული დათარიღება. ჩვენ თანამშრომლობთ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან. აგრეთვე აქვე მინდა მადლობა გადაუხადო თუ არის ეს შესაძლებელი. მთლიანად გუნდს, ჩვენი პროექტის ხელმძღვანელს, ვინაიდან რომ არა მათი ასეთი აქტიური მოღვაწეობა შეუძლებელი იქნებოდა ასეთი შედეგის დადება. ასევე ეროვნული მუზეუმის მთელ კოლექტივს, რომლებიც ასე აქტიურად ჩაერივნენ და აქტიურად გვეხმარებოდნენ ამ კვლევის დასრულებაში ასეთი წარმატებით. თქვენთვის როგორც მეცნიერისთვის მაინც რა იყო ყველაზე ამაღელებელი ამ კვლევაში? აი ბოლო დაგვირგვინება, როდესაც ეს ეგილოფსი ვიპოვეთ ბოლოს ეგილოფს ტაუში, რომ თითქოს წრე შეიკრა უკვე, რომ ქონდა რბილი ხორბალი და ქონდა დათარიღება რბილი ხორბლის და ვიპოვეთ ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც მონაწილეობდა ამ ჰიბრიდიზაციაში. ძალიან საინტერესო. ქალბატონო, ჩვენ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ. ტექნოლოგიებმა ძალიან ბევრი რამე გაამარტივა. რამდენად გამარტივდა თქვენი სამუშაო პროცესი? კვლევებს გულისხმობ, აი თქონდა ტექნიკის დახმარებით. რამდენად უფრო მარტივია და რამდენად უფრო ბევრი რამის საშუალებას იძლევა თანამედროვე კვლევები? 21 საუკუნეში, რა თქმა უნდა. რასაკვირველია, ჩვენც ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, ეხლა ჩატარდა ზუსტად მორფომეტრული კვლევები ამ მასალის და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ეს ყველაფერი დავამუშავეთ, ჩვენ ძალიან კაი შედეგები მივიღეთ. ქალბატონი ინგა მარტყოფლიშვილი მუშაობდა ამ დარგში და კიდევ ეს არის კიდევ ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთი, რომ აი ეს სახეობები, რაც აღმოვაჩინეთ, რომ რეალურად არსებობდა და იყო მსგავსება იმაზე, რასაც ჩვენ ვამბობდით იმასთან, იმ სახეობებთან. თვითონ ამ აღმოჩენამ მაგალითად ტურისტული სახითაც ხომ არ სულავერი და მისი ასე თქვათ ეს ადგილები ხომ არ გახდა პოპულარული ასე თქვათ. სავარაუდოდ ეს შესაძლებელია, ჯერ ეს ახალი აღმოჩენა, მაგრამ მომავლისთვის შეიძლება ეს გახდეს ღვინის გზას, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ზუსტად იმ შულავერ შომუთეფეს ძეგლებზე უძველესი ღვინო, სადაც არის აღმოჩენილი. ეხლა შეუერთდება უკვე, რომ ეს იქნება ხორბალი, რბილი ხორბლის სამშობლო. და რა თქმა უნდა ეს იქონიებს გავლენას. ანუ ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვინის ქვეყანა, არამედ პურის ქვეყანაც არის. არის პურის სამშობლოც, რბილი ხორბლის. რბილი ხორბლის. ჯერჯერობით. ნახოთ მერე შემდეგი კვლევები რას გვიჩვენა. თქვენ არა მარტო ხორბალზე, ხო, აწარმოებთ დაკვლევებს სხვადასხვა ასე თქვათ ძველ დიახ, ძირითადად კულტურულ მცენარეებზე. აი რომელ მცენარეს გამოყოფდით? გასაგებია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ხორბალზე, მაგრამ მუშაობთ კიდევ რა კვლევებზე? პერსონალურად თქვენ. მე ძირითადად მუშაობ პალეოეთნობოტანიკა. ეს რას ნიშნავს? პალეოეთნობოტანიკა ნიშნავს კულტურულ მცენარეთა ისტორიას. და რა კულტურული მცენარეებიც გავრცელებულია საქართველოს ტერიტორიაზე, აი ამ ყველა მცენარეზე. გამოგადგება ეს განსაკუთრებით მე ვიცი მებაღეობაში. პარკოსნებით, მარცვლოვნებით. რომელს გამოყოფთ განსაკუთრებულად? აი ჩვენი ენდემი კიდევ რომელია გარდა ხორბლისა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ? აი დიკა გვხდება ძალიან დიდი რაოდენობით ძეგლებზე და რომელიც დღეს რეალურად არ გამოიყენება კვებაში? კვებაში აღარ გამოიყენება. ეხლა ამ ბოლო დროს მე მგონი დაიწყეს ფერმერებმა დიკის მოშენება. ეს არის მარცვლოვანი კულტურა? მარცვლოვანი ხორბალია იქ დიკა. და ეს უკვე არქეოლოგიურ ძეგლებზე გვხდება. კიდე გვხდება მახობელი. აი თუ გაგიგიათ მახობელი რა არის? არა. მახობელი არის ასეთი სარეველა მცენარე.
Cephalaria syriaca ლათინური სახელი და ეს არის ბუნებრივი კონსერვანტი, რომელსაც ურევდნენ პურში და პური უფრო დიდხანს ინახებოდა და უფრო მეტად რბილი იყო. არქეოლოგიურ ძეგლებზე აი ზუსტად ეს მახობელი. ეხლა აღარ გამოიყენა, ანუ ეხლა დაიწყეს ფერმერებმა ამის რეკონსტრუირება და აცხობენ მახობელიან პურს, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც აღარ გამოიყენებოდა. კიდევ რომელი მცენარეა ასეთი, რომელზეც თქვენ კვლევებს აწარმოებთ? არის კიდევ სამკურნალო მცენარეებია ძალიან ბევრი, არის საღებავად გამოყენებული მცენარეები, მოგიხსენებათ, რომ ძირითადად ადამიანი სახლობდა იმ გარემოში, მაშინ იყენებდნენ როგორც მცენარეებს იყენებდნენ ძირითადად. დღესაც ასე ვიყენებთ, წითელ კვერცხს აღდგომაზე ხო ასე ვღებავთ ჩვენ რეალურად. ხო, აი ენდრო ჯერ არ შემხვედრია არქეოლოგიურ ძეგლებზე, მაგრამ აი ბევრი საღებავი მცენარე შემხვედრია. და ძირითადად რა ფერთა გამაზეა აქ საუბარი? ენდრო ვიცით რომ წითლად ვითელია ესეთი ფერი. გვაქვს ფერები ესე იგი. კი, ფერთა გამა პალიტრა გვაქვს დიდი. ქალბატონო, მაინც აი ბოლოსკენ მინდა გითხრათ რომ რას ნიშნავს მაინც ეს აღმოჩენა, აი რამხელად მნიშვნელობას იძებს ჩვენი ქვეყანა აი ამითი. რა შეიძლება რომ ჩვენმა ქვეყანამ ამითი ასე ვთქვათ ვიამაყოთ. კი, გასაგებია რომ ძალიან ძველია, მაგრამ აი კიდევ აი სხვა მსოფლიოდ კიდე დავაინტერესოთ რა შეიძლება იყოს ეს. აი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ეს რბილი ხორბალი რომლითაც ეხლა სარგებლობს მთელი მსოფლიო წარმოიშვა ზუსტად ჩვენს ტერიტორიაზე. შეგვიძლია ეს კიდევ ასეთი პატარა ქვეყანა. ხუთი ენდემური ჯიშის ხორბლით და პლუს დამატებული. შესაძლებელია ეს არეალი უფრო ფართო იყო, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ შემოვიფარგლებით ამ ორი ძეგლით და ზუსტად აქ წარმოიშვა ეს რბილი ხორბალი და მერე გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში. ამაყები ვართ ჩვენ რომ ძალიან ამაყები ვართ. ამ ქვეყნის შვილები ვართ. წარმატებებს გისურვებთ ქალბატონ ანა, უღრმესი მადლობა სტუდიაში. უღრმესი მადლობა წარმატებები და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ არაერთ აღმოჩენებს გავაკეთებ და გააკეთებს თქვენაირი პროფესიონალები და თქვენი გუნდით დარწმუნებული ვარ ამაში. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. გრძელდება ჩვენი გადაცემა, სარეკლამო ბლოკი და ჩვენ სულ მალე დაგიბრუნდებით.